მშვიდობისა რა ლამაზად გათენდა როგორ ახართ როგორ წავიდეთ სამსახურში მე სამოცზე ამოვედი აქ ხოთაშეს უმი იყო გაუქმდა ხდა სულ თქვა ახლა ცოტა მიჭირს მაგრამ სითხეებმა და ჩემო ქმარმა რაღაც აბები მომიტანა გაციების პლუს იმან ცოტა მიშვალა როგორც ხედავთ მარი კვარსად არ არის თუმცა საღამოს დაინახავთ იმიტომ რომ მამიკო მოიყვანს ბაღში დღეს რადგან მორიგე ვარ დილით 9:30 უკონა ვიყო სამსახურში და გვიან დაიძინა და გვიან დავიძინეთ იმიტომ რომ მე მეცადინეობდი ხო და არაფრით არ დაიძინა უჩვენოთ ხო და მე კიდე ძალიან გვიანობამდე მეცადინეობდი წერდი ვკითხულობდი და არ მეცალა საერთოდ არაფრისთვის რაც აუცილებელია ის უნდა დაწერო ის უნდა ისწავლო ამიტომ მარიკო დამჩა დაუძინებელი ხო და რადგან კობას ძალიან არ ეჩქარებოდა მითხარი მოდი დღეს შენ მოიყვანეთ თუა ძალიან ადრე წამოსაყვანად თქო და კარგიო მითხრა აი მე და ესე იგი ხალხო სულ მქონდა დრო 4 საათი დაძინებისათვის წამალიც დალეული მქონდა რომელიც თიშავს მეოსო თვალები აი ვერ მოვხუჭე ხალხო რა ის მომადუნა და დამაძინა 4 საათი მქონდა ძილს და 4 საათიდან 1 საათი მეძინა რა ვიცი რა ფიქრ დავიძინე გამეღვიძებოდა გამიხიდებოდა კიდე გამეღვიძებოდა და მე 3 მაღვიძარა ერთად რო რეკავს უკვე მეთქი ადექი გვანცა სამსახურები უნდა იწყებოდეს 12-ზე და თავდაპირველად 4-ზე. დაბობი. ხალხი შიშოთაზე ამოცრული ქოშებით დადის საბურთალოზე. უკვე მესამე ქალბატონი შეხვდა აგერ. ვერ გავიგე აქ ზაფხული გაქვს და ნახალუკაში ზამთარი დადგა თუ ვერ გავიგე რა ხდება. შიშველი მე ხო გიჟე ვარ და ეს მაგრამ აი შიშველი ფეხზე მაინც ჩვენში დარჩეს ახლა თავმოყარე ქალი აქ ყავას არ უნდა სვავდეს და გამწარებული სახს ალაგებდეს მაგრამ მოდი ვითომ თავმოყარეობა არ გვაქვს და დავლიოთ ყავა არის თითქმის 8 საათი მე ახლა მოვედი სახში სამსახურიდან სახე ახეული მაზოლ უფრო მეტად გართულებული არაფრით არ გროვდება გოგოები ხო უნდა გამაგდეს არ გროვდება არის რაღაცა თეთრად ამდენი მის დაკრობით და მტკივა უსაშველოდ მორჩა არაფერს არ აკეთებს არაფერს არ ამაგრებს არაფერს არ შუება შესაბამისად სული მიწარდება ყველა ნაბიჯის გადადგმაზე ყავა დავლიოთ თორე აღარც ნაბიჯი შემრჩა აღარც სული აღარც ნამუსი და აღარც აღარაფერი უკვე ისე ვარ იმას თუ ჩავთვლით რომ ხანის სიმამდე რა ქვია 2 საათამდე მეცადინაობდი და გამოწყემლებული სახე მაქვს
იქნებ კი შესაძლოა რომ ვისწავლე, უბრალოდ ამოვწერე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯერ სადა ვარ. წინა მაქვს. ეგ ბედნიერებები წინა მაქვს. დედა ნახე. არის და უი, არ დაგეცით ხილად. აი მე დედა მიშველი. ელა შილობ ხილ. არაფერი არ მინდა ყავა. ანუ ყავა მინდა და სიმშვიდე. სხვა არაფერი არ მინდა. ჩემი ახლობეშობ, ანუ რა ხმა გაქვს ხოლმე მტყაჯერ ისო. ნაფრონტალი ვარ. ეხლა მე რო ხინკალს ვერ გავაკეთებ, ხო? ეს რას ნიშნავს ხო იცით გოგოებო თქვენ უკვე? წამალი მომტანა. ეს გახლავთ რძის კოქტეილი, რომელიც ძალიან უყვარს მარიკოს და სხვათა შორის არის ძალიან კარგი. მეც გავსინჯე. ყავა არ გადმოიქციო, კაცო, მადლოვე. მოგცემ დედა, აბა მე რაც მინდა, შენი მსახია. ეს ჩავარჭოთ? ეხლა კოქტეილების გარეშე ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია ოჯახს. წადიშვილო არ მიაჭირო ხელი არ ამოასხა. ამი წამალზე წავედი. ეს ისე ვის არის? კურსი არ დამთავრებია ჯერ? ხო და უეჭველი უნდა დავიო. სამსახურში გაციების წამალი გადავყლაპე ერთი ამ ხელა კიდე. ჩემქორს ზონები, ანუ პატარა აბები არ იშოვებ ახალ, ხო ვერ ვყლაპავ ამ ხელა რაღაცებს. გიჟდება ჩემი თვალი. ვერ ყლაპავ მე ვთხარი. ეს რაც ახლა დავლიეს თავის ტკივილებზე რო ვსვავდი. ეგ ხო ამხელა. ის რაღაცა ამხელა და ანუ ამოვიდა ხელში. მე ვთხარი მიჭირს კაცო ყლაპვა და მომკალით ახლა თუ გინდათ ვერ გავიგე ახლა მეთქი. და მე ადუღდი გეხვეწები. ვაიმე ჩემო სიცოცხლე. საბურთალო და ხო ისა იმით მოვიყვანეთ რა ქვია ხან ჩემა თანამშრომელმა ატარა ხან მე და ძლივს ახლამდე მოვიყვანე. მძინარე მივაწვინე რომ მეთქი დავეგდო აი 10 წუთი ტვინი დავასვენო და ვინდა წუწა მოხდა ეგ. ხო და მეთქი შვილო თუ ასე არ გეწინებოდა გზაში რა გჭირდა გენაცვალე დედა მეთქი ხეთყავ ადამიანები ახალ ხო არ ვიცი რაღაცა ძალიან უყაობაში ვარ ეს დღეები სამსახურში სამაგიეროდ შაბათ-კვირას 4 ჭიქაზე ავედი. მე ვერთვად გიჟდები, ანუ ჩემს სახლზე გიჟდები, ვარ შეყვარებული. აი როგორ გითხრათ, რა ვიცი. ყველანაირი სასახლეს რომ მირჩევნი, ახლა თუნდაც ჩემი არეული სახლი მიყვარს. ანუ სახლში რომ მოვდივარ, კარგად ვარ უკვე. ანუ ხო თუ ცუდად ვარ ისე და ცუდად ვარ ყველგან, მაგრამ აი ხო ხვდებით რას ვიძახი რა, რაღაცა გეხსნება თითქოს. რაღაცნაირად რაღაცეები ეგეთ შეგრძნება მაქვს მივირთვათ. დედა როგორ დავახეთქე. არ დავშალო ორეო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეს ვისიო. მოჩვენე? შენ თუ მამასი თუ შენი? არ ვიცი და მამასი ალბათ მე არა მაქვს ესეთი ხა საყვარელი. შენ დონიკო. აი დედიკო დადემან თუ ჩემთან იყო. აი მე გოგოებო უკვე გავრცელდა ნიუსი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემიდან და სხვათა შორის აი პირდაპირ ვიტყვი რომ უზომოდ დამწყდა გული აი არ ვიცი რატო გამოიწვია ჩემში ხა ეგეთი რაღაცნაირი ემოცია მაგრამ ძალიან დამწყდა გული რომ გავიგეთ ჰამოვა შალომიძე დაშორდა ქმარს ანუ ნიუსი და მთლიანი გადაცემა რა თქმა უნდა ჯერ არ გასულა და ძალიან რაღაცნაირად განვიცადე უცებ რაღაცა უი რაღაცა ეგეთი ის დამემართა რა ანუ იმდენ იბრძოლა ამ გოგო ბატონო ვერ გავიგე მომეცი მე კოვზი აბა გავსინჯო რატო არ მიირთმევ
იმდენი იწვალა თავისი ცხოვრების მანძილზე, იმდენი მძიმე დღები გადაიტანა, იმდენი ტალახი გადაიტანა, იმდენი გადაიტანა ერთი სიტყვით, რომ დიდი მადლობა. სულ ფიქრობდი, რომ ყველაფერი რაღაცნაირად კარგი მემეტებოდა რა ამ ადამიანის მიმართ ხარ, რო გითხრათ, რომ რაღაც ასეთი გულშემატკივარი ხა მისი არასდროს არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მიხარო და აი როცა სამეკავიკებდი რომ რაღაცა მოხდა ისეთი ეს ოსკარი იქნებოდა თუ რაღაცა წითელ ხალჩაზე რო ბრწყინავდა და ძალიან ამაყი ვიყავი და რატომაც არა, რა ჩემთვის სულ ერთია რომ ვაიმე იყიდა ბილეთი თუ აი ვაბჟე არ მაინტერესებს რა. მაგის თავი თუ გიყიდე და გაიარე იმ წითელ ხალიჩაზე და დაუდექი იმ ბუმბერაზებს და გოლიათებს გოდი და იშრიალე რატო არა ყველაფერსაც ვიზავ ფული რომ მქონდეს რა ძალიან კარგად თან ხო და ის არის რაღაცეთ გულზე მომხვდა მოკლედ რომ დაშორდა რა ძალიან გზა უკვე გაყვალული აქვს და ეხა ეგო გვარ დაიკარგება, მაგრამ ძალიან რთულია. ნას მოგავს ხმა? გავსინჯოთ. ადრე გასინჯული მაქვს და გითხრათ რომ ვაფრენ ეს სანტისიმოსი როა. არ მოგეწონა? რატო დედა? ძიმეა. თუ გიждები რატო არ ჭამე? ცოტა მძიმეა, ონქემრიელი. ნუ ეხლა რო გითხრათ რომ არ იქა და ვიყიდი კიდევ. მოგატყუებ. აი თა როგორია, იცი, თან მსუბუქია. თან თითქოს მსუყია რა, ეგეთ შეგრძნებას გიტოვებს რა. პუდინგია რა. გავგითხრათ რომ დაიშუკებით. და აი ჯერ ხო უკვე არაფერი გაგვიგია, გარდა იმისა რომ დაშორდნენ და ხალხმა უკვე დაწკვნილი გამოიტანა. ნახე რა ხატია. არ დააქციოდე. სამწუხაროა ძალიან. ბიჭი მთლიანად გიტყვა. მაგრამ როდის რა დასრულდება, არავინ არ ვიცით. სამწუხაროდ. გარედან გოგოებო რა ძალიან ბზინავს და გარედან რო გგონია რომ ამის იქით რა ვიცი აღარ არსებობს აღარაფერი და ეს არის თურმე ნამდვილი თუ რაღაც ეგრე ხო არავინ არ ვიცით კადრს მიღმა რა ხდება არავინ არ ვიცით ცოლ-ქმარი რო შეიკეტავს მათი ოჯახის კარს რა ხდება შიგნით არავინ არ ვიცით. ნუ გვგონია რომ აი ხა თუ პირობითად ინსტაგრამზე ძალიან მაგარ სტორის გააძრობს ვინმე ყველას ოჯახში ეგეთი სტორია და თუნდაც მათ ოჯახში ეგეთი რამ ხდება. ხანდახან ადამიანები ინსტაგრამისათვის ცხოვრობენ და ასე კომპანიებისთვის ცხოვრობენ და მათთვის აპიარებენ თავის ცხოვრებას, რომელიც რეალურად კი ბატონო და არც აქვთ. მაგრამ ეს ჭირდებათ. ჭირდებათ. ჯერ არა. ჯერ არა და. ცოტა ხანი არა დაისვენე, ჯერ ახლა მოხვედი. იმის არ იყოს. სულ მაგაზე მახსენდება იაფარულავა ფადიასხლს რო საუბრობდე
1 წუთი დედიკო? კარგი? აი ამ სიტყვას დავასრულებ, რაც მინდა ვთქვა წინადადებას და მოგხედავ. სულ მახსენდება ფადიასლთა რამდენიმე ჩვენი დაშორება რო ქონდათ თურმე იაფარულავას და ფადიასლს და ტელევიზორში ჩემო სიცოცხლე, ჩემო ნუგეშო თუ რაღაცა და მე რთქოს რომ ხო ეს ტელევიზიისთვის იყო საჭირო, თორე ჩვენ დიდი ხანია დავშორდით და სულაც არ გვიყვარს ერთმანეთი. და ჩვენ როგორ უყვართ ერთმანეთი ვიხოკავდით ზაღეს. ნუ კარგით რა. ყველაფერი არ უნდა დავიჯეროთ. ახლა მითხარი და რა გინდოდა? და რაღაცას მეუბნებოდი წეღან, მითხარი საყვარელო. კი ბატონო, დაგაცინებ, ჯერ ადრია ცოტა და მერე გამოგეღვიძება. ცოტა ხანი, კარგი? კიდე რა გინდა? ჯერ თვალები უნდა დაგისვენოს და დაღლილი მოხვედი ძალიან. დღეს კარატეც ქონა ჩემს გოგოს და დაიყალა, ხო და? უი, მუსიკაც გქონდა, ხო, საყვარელო. არ გავგიშდი, ცუდი არ არის. კარგი იყო მუსიკაზე? ხო, და თავი გისკდება? მე თავი მისკდება და ორში ჩამდის თავში. რა? ორში ჩამდის თავში. თუგინდა კიდე ეს არის გოგოებო, რომელიც სასწაული მაქვს. ეს ცოტა არავის გეგონოთ. ოინა. ტონა არა, მაგრამ აი მაგის თავი ნამდვილად არა მაქვს. სამსახურში სწავლის შესაძლებლობა არ არის. მაგისტრო არ გაქვს და სახლში არ გაქვს და რა ვისაც წავიდე. სადმე წავიყვანეთ. გუშინ დაწეული ქონდა ჩემ გვერდს ტელევიზორი. თქვი მეცედი. დედი. მარიკო. MMDMC არ გინოდა? რატო არ მირთვი? დღეს მე გავუღე კარი და მეთქი ვინ არის? გავაღე ჩემი ქმარი და ეს. მოდით მეთქი. როდესაც ისე გამიხარდა გეგონება სახში ნანახი არ მყავდა. აღაცნაირის მქონდა სიხარული. 12 საათი წუთი იყო თუ რაღაც რომ მოიყვანა. საკმაოდ გვიანი იყო უკვე 11:09-დან 11-მდე მოგიყვანო და ცოტა გვიანი მოიყვანა. ეხლა რამდენი დაწერს, ხო? თამოვაშალომი და ვიცოდი კაცო მაგას დაშორდებოდა თუ რაღაც არ და რამდენი წელი აიდიაში ხა ცექცოლ ქმარი არიან და ესე ძალიან ეკრანული წყვილი დიდად არ იყვნენ, თავისთვის იყვნენ რა. არავინ არ ვიცით რა ხდება. ეგ არის დასკო. არავინ არ ვიცით. ძალიან მინდა რომ ბედნიერი იყოს ეს გოგო, იმიტომ რომ ძალიან რთული ცხოვრება გაიარა და დარწმუნებული ვარ რომ ნელ-ნელა მოუშუშდება ის იარებით და ფინანსურად კიდე მაგას არაფერი დააკლდება ახლა უკვე. ხო და. ეს ვიზავთ.
რაღაცები სრულდება ხანდახან, მათ შორის სიყვარულიც. აი რომ ამბობ ხოლმე სიყვარული მარადიულია. მე არ ვფიქრობ ასე. სიყვარული მარადიული არ არის. ჩემთვის მაგალითად. იმიტომ რომ ნახე ზოგადად მცნება სიყვარული კი ბატონო არის, მაგრამ აი ხა ცალკეულად რო ავიღოთ რომ დაუშვათ პირობითად გეუბნები თქოს სიყვარული. უყვარდათ ერთმანეთით და დასრულდა. ანუ მარადიული გამოვიდა ეხა მაგათი სიყვარული. მაგას ვიძახი რომ აი მარადიული არ არის რა, არ არის. ცნება სიყვარული მარადიულია, მაგრამ ესე თუ ცალკეულად ავიღებთ არ არის, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება მოხდეს და დამთავრდეს და გაანულოს საერთოდ შენ ცხოვრებაში ეს ადამიანი. რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის რა. არ არის. გიყვარს, უყვარხარ, მაგრამ არ იცი რა ხდება შენ ცხოვრებაში. რატო შორდებით ერთმანეთს და მე დროთა განმავლობაში სრულდება ყველაფერი. ან გიღალატებს, ან უღალატებ, რა ვიცი, 1000 რამე ხდება. ანუ მარადიულია ახლა? რას ნიშნავს მარადიული? ცნება კი ბატონო და არ არის რა მარადიული რა, რა დროს განელდება ადამიანში, ეგ არ ვიცით არავინ. შესაძლოა არც არავინ გიღალატოს და შენთვის ძალიან კარგი ქმარი იყოს, მაგრამ შენთვის არ იყოს რა, აი აღარ იყოს. განელდა, ან გეგონა სიყვარული და არ აღმოჩნდა და უბრალოდ ვნება იყო და ვნებაც განელდა, ან რა ვიცი, ემოცია ქონა, 1000 რამე შეიძლება რა. აი რო ამბობენ რომ ეგ ემოციები ნელდება, თორემ სიყვარული კი არ ნელდება, ხალხო ყველაფერი ნელდება, ყველას უნდა გახალისება. ყველაფერს უნდა რაღაცა თავიდან აფეთქებები და უამრავი რა. ბატონო. ბახში იცი რა მოსწავლია? რას და? თითებია, თებია, გუდებია, ტაშია. ჩემო საყვარელო. ბატონების სიტყვა. ვაიმე დედა სიცოცხლე ხარ შენ. რომ ბაში ხმდა დივარ და ისინი მოსწავლე. კიღონ პირი გაღესაუბრის დროს კარგად დედიკო, კარგი? ესე ჩიკეტელი კრჭით ვლაპარა. ძალიან დედიკო წვენი მამიკოს გაახარებ ძალიან. ვინ რა იცის ვის ხორბაში რა ხდება ხალხო. თუ სიომერ, სად არის შენი მარადიული სიყვარული? გაგიჟებით ყვარებიათ ერთმანეთს, კი იხოკავდნენ სახეს უერთმანეთო თავებს იწამლავდნენ რომ აუ და თავს მოვიკლავით თუ ჩემი არ გახდება თუ რაღაც გამხდარად დაშორებულან, აი რა ვიცი, რა ხდება ამ დროს ადამიანში, ხო? იმის არ ყოს 8-9 წელი უყვარდათო ერთმანეთი გიждდებოდნენ და რა მგონი ერთ კვირაში დაშორდნენ თუ რაღაც. რავი, აი რა მოხდა ხო იმ ერთ კვირაში კაცმა არ იცის. აი ამბობ ხო მარადიული სიყვარული არ სრულდება. მე მიგეხვეწებით რა. თუ არ გაახალისებ, დედიკო მასენო სვამ რა ძალიან ხმაურს იწვევ, მარიკო. თუ არ გაახალისებ, თუ ფერებს არ შეძენ ჩემო კარგო იმ სიყვარულს. რაღაცა ქოთანში ჩარგული ყვავილივით არის და სულ უნდა ეფერო, ესაუბრო და მორწყო და თუ ამ ყველაფერს მოაკლებ, დაჭკნება და დაგრჩება მარტო ქოთანი. ხო და ასე რომ ასე არ არის რა. ყველაფერს უნდა გამოკვება და წყლის დასხმა უნდა. ძიო, ცოლია და მოვიგდე კისერზე და აბაჰე და აბოჰო, ეგრე არ არის გენაცვალე. ურთიერთობებს ჭირდება აფეთქებები. ხო და ესე ბევრ მამაკაცს ამწუხართ არ შეუძლია შენი აფეთქებები და რაღაცა ფეიერვერკები მოგიწყოს. აუცილებელი კი არ არის, მაგრამ ფეიერვერკი მოგიწყოს, მაგრამ შეიძლება ისეთი რაღაცები გაგიკეთოს, რომ შუქში ჩვანკდოს. და შენთვის ეს იყოს ძალიან რაღაცა კიდე თავიდან რაღაცების დასაწყისი რა. ხო და თუ არ შეუძლია ძალიან რთულია. მერე შენ თავს აჯერებ, რომ უყვარხარ უბრალოდ იცი, არ შეუძლია და ცდილობ მისი გასაკეთებელი, აი თითქოს რაც გონია რომ უნდა გაგიკეთოს, შენ გააკეთო, შენი თავისათვის, ისევ შენი თავისათვის, რომ მასთან ყოფნა შეძლო, ხვდებით? ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ ქალები იმისათვის, რომ პირში ნუიდებდე, რაც ერთ სიყვარული აცოცხლონ. ამას კაცები
დიდად ვერ ხვდებიან ხოლმე სამწუხაროდ. ქალები მეტად ცდილობენ სიყვარული აცოცხლონ, ვიდრე კაცები. კაცებს გონიათ, რომ ეს თავისთავად ხდება, ალბათ არ ვიცი რა. დედიკო, სად არის შენ ჰოსპიტალში ვარ თუ ვიცოდე? არა, დე, მიდი საყვარელო, გამოაღეუჯრა. შენ იმსახურებ ღამის მანძილზე ცოტა ხნით რომ კონდეს. ბრავო, ჯერ კარგად მოიქეცი დღეს. მანდარ არის, აქეთ გამოწიე უჯრა. მეორე, კი. აწიეგ რაღაც დედიკო და მაგის ქვეშდებს. კიდე. ეგარა, მარიკო. მაგის გვერდით დე. აქეთ გვერდით. ხო, აბა აწიე სიყვარული და მომიტანე დე. ასე რომ ბევრნაირი სიყვარული არსებობს, უბრალოდ ხა მე ბაშალობიდან გამომდინარე გავუსუხასი. მომეცდე. მომეცი ტელეფონი თუ შეიძლება. მარიკო, ტელეფონი მომეცი თუ შეიძლება, ფრენის რეჟიმზე მაქვს დაყენებული და ერთს რო გეტყვი გაიგე დედიკო, კარგი? ხო გთხოვე რომ მარიკო ტელეფონი მომაწოდე. რატო უნდა გამამეორებინო 7 ჯერ? ვისწავლე ჩართვა და. ხო, მაგრამ ეს არის ჩემი ტელეფონი დე. და უნდა მომცე მე. გესმის? ხო, და ხანდახან ამას მათხოვი. კი, ამას გათხოვებ ხოლმე ხანდახან. ახლა შეგიძლია ცოტა ხნით გქონდეს, კარგი? და მე რა გამორთავ, იმიტომ ძალიან მეცი. რა თქმა უნდა, აუცილებლად გამორთავ. მე ესე დავიცი. დედიკონა, გადადი ჯერ შარვალი გამოიცვალე საყვარელო. ოკეი. მიდიდე. რთულია. ბევრი რამ რთულია. ერთი შეხედვით ისეთი მარტივია ყველაფერი, ისეთი თითქოს ხელის გულზე ჩანს რა ყველაფერი და თვითონ რა მარტივია ფიქრო და რთულია. ძალიან. ზოგადად ცხოვრება რთული რა. სიყვარულს ხო მუდმივად ზრუნვა ჭირდება და ეს არის შეუქცევადი ამბავია. ეს არ არის რომ ერთხელ გავაკეთე და მოვდუნდია. ის სულ რაღაცნაირად იმაში უნდა იყო მოჭიმულ რეჟიმში რა, იმიტომ რომ სჭირდება რა, გამოყვება ჭირდება სიყვარულს, თორე ცვდება რაღაცნაირად ერთფეროვნებისგან, აი ისეთი ერთფეროვანი რუტინა ხდება მერე, აი ავდექი დავწექი, გავედი, ავდექი, აი ეს თქვენი, ანუ რაღაცა წრეზე დადიხარ და ხვდები რომ ძალიან მოსაწყენია რა. და უხალისო ცოლ-ქმარი ძალიან რთულია. ძალიან რთულია ერთმანეთისათვის, ძალიან რთულია შვილებისათვის. უკასაოდ დამატკნა. არ გაიხადოთ შეგცივა, ჩემო სიყვარულო, ჩაიცვის ლამაზო. მოგხედავ ახლავე დედიკო, ჩაიცვის ჩემი პატარა. სიყვარული. მაგარია როცა გიყვარს, ხო? ყველა პეპელა რო ერთად დაფრინავს მუცელში. ყობა რომ მიდის ხოლმე, მაგალითად სოფელში ხო, ერთი დღით ან რაღაც ორი დღით ესე ან სადმე არ აქვს მნიშვნელობა და მიდის რამდენიმე დღით რა. ხო და მოვა ხოლმე მერე სამსახურიდან არ ვიცი ხოლმე რა გავაკეთო. ანუ რა გავაკეთო? ფიქრობ რომ ზივა გაშტანებული და ანუ რა უნდა გავაკეთო, ფიქრობ ხოლმე, კაი ავდგები სახს დავალაგებ, იმას გავაკეთავს და დანაკლისი მაქვს, ანუ ხვდებით? ხარ იყოს ყავას დავლებდი, რაღაცა გავიფიქრებ ხოლმე, ხარ იყოს და მე რა მალე ჩამოდი მე დაურეკავ ხოლმე.
ადამიანის დანაკლისი რო გაქვს თუნდაც ერთი დღე ეგ არის რომ ძალიან შენი ადამიანია რა მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ყოველთვის სჭირდება სიყვარულს რაღაცნაირი ზრდა რომ არ დაიფერფლოს და ერთფეროვნებისგან არ დაჭკნეს ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო იყოს ეს რომ კაი რა ეხა 20 წლის თოლქმარს და მეტყვიანი ხარ რაღა დროს წყლის დასხმა თუ რაღაც ყველა ასაკ სჭირდება თავისი აგური დადება მის ცხოვრებაში ბებო ამბობს ხოლმე სხვათა შორის რომ ეხა ხვდებიო რომ შოთა რო გარდაიცვალაო ანუ პაპა ჩემი იქ დამთავრდაო ჩემი ცხოვრებაო რეალური ცხოვრება დამთავრდა იქ იმიტომ რომ ჩემი პატრონი აღარ მყავსო და სულ მეუბნება ხოლმე რომ გვანცა ვინც არ უნდა არსებობდეს შენს ცხოვრებაში და ძმა შვილები თუ მულიშვილები თუ მამიდაშვილები თუ ვინც არ უნდა არსებობდეს ერთადერთი პატრონი არის შენი ქმარი მუდმივი პატრონი ანუ ვინც სულ შენთან არის ის შვილი სხვაგან არის ის და სხვაგან არის ის ძმა სხვაგან ის ქმარი შენთან არის და ერთმანეთის პატრონი ხარ შეიძლება რაღაცაში ვერ ეწყობოდეთ ერთმანეთს მაგრამ მაინც ერთმანეთის პატრონები ხართ რაღაც გაგიჭირდება მაინც შენთან არის გილხი შენთან არის ჩემი პატრონი აღარ მყავსო იტყოდა ხო და მაშინ რაღაცნაირად ვერ ვაცნობიერებდი რა და რაც დრო გადის ვიზრდები და რაღაცებს ვუყურებ ხო ვაანალიზებ რომ უი თურმე რას მეუბნებოდა ბებო და ეგრეა რა ანუ იმხელა ძალაა ჩემი მეუღლე და იმხელა ენერგია და იმხელა ის რომ გეუბნებით აი 2 დღე რომ მიდის რაც თამოტეხილივით ასე დავდივარ რა ხო და ნაცნობიერებ რა თქმა უნდა რასაც იმიტომ რომ შვილიც გათხოვდებაო წავაო ესაო ისაო მეუბნება ხოლმე და ერთ-ერთი მაინც არისო ყველა თავის აძინებლის კარ შეიკეტავს და შენ მარტო რჩებიო რა ანუ მარტო ვარო აი რაც არ უნდა ბევრნი ვიყოთ ისე ხომ მარტო ვარო იმიტომ რომ ჩემი ქმარი აღარ არისო და ხლა ანალიზებ რო გავიზარდე მე მივხვდი რას მეუბნებოდა რა მანამდე რაღაცა ვერ ვაცნობიერებდი თითქოს პატარა ვიყავი ბევრად და ვერ ვხვდებოდი რა რეალურად რას მეუბნებოდა და ახლა ვხვდები რა თქმა უნდა რას მეუბნებოდა და ბებო მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი წლის მერე კი მე შენ გეთახმები რომ ეგრეა მე შეიძლება თქო და მას ვერ ვხვდებოდი მაგრამ ახლა ვხვდები რასაც მეუბნებოდა და მეუბნება პრინციპში ხვალამდე